სოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის და პირველივე დღეებიდან ისეთი ამბები ხდება, რომ ზოგჯერ თავად მატჩებზე მეტადაც კი იმ ამბებზე საუბრობენ. ვარის გარშემო ატეხილი სკანდალები, კომაგების და ფეხბურთელების უცნაური ქცევები, მოედანზე შეჭრის კომიკური მცდელობები და ისტორიები, რომლებზეც ალბათ ჯერ საერთოდ არ გსმენიათ. როგორც ვიცით, ამ სერიაში პერიოდულად გიყვებით მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე საინტერესო ამბებს, კულისებს მიღმა უცნობ ფაქტებს, სახალისო ისტორიებს, თავარ სიახლეებს, რომლებიც ტურნირის მიმდინარეობისას ხდება. თუ ფეხბურთი გიყვარს და არ გინდა გამოგჩეს ის, რასაც ტელევიზიაში ხშირად საერთოდ არ აჩვენებენ, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი. დღევანდელ ეპიზოდში კი ნახავთ მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე საინტერესო, უცნაურ და სკანდალურ მოვლენებს, რომლებმაც ბოლო დღეებში მთელი საფეხბურთო სამყარო ალაპარაკა. მე ვარ გიორგი და ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის დღიური. წელი მესამე. დავიწყოთ. მოდი სანამ კულისებს მიღმა, სიგიჟეებზე ვისაუბრებ და ერთად გავარკვევთ რა ხდება კამერებს მიღმა, მოდი საფეხბურთო თემით და საფეხბურთო სკანდალით დავიწყოთ. დიდი აურზაური გამოიწვია შვეიცარიისა და კატარის მატჩმა, რომელიც 1-1 დასრულდა. შვეიცარიამ გოლი პენალტით გაიტანა, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ პენალტის დადებამდე შვეიცარიელი შემტევი თამაშგარი მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამიტომაც წესების თანახმად შვეიცარიის სასარგებლოდ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე FIFA-მ განაცხადა, რომ ნახევრად ავტომატური თამაშგარი მდგომარეობის მექანიზმი შემოიღო, უფრო მძლავრი სისტემა დანერგა, თუმცა შვეიცარიელი ბროილერის წაქცევის შემდეგ ვარი საქმეში არ ჩარეულა. ყველაზე გავლენიანი მით საჯაროდ გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება იყო ლეგენდარული ფეხბურთელი გარი ნევილი და მან თქვა, რომ ყველა ასე ფიქრობს, რომ ეს თამაშგარი მდგომარეობა იყო. ჩემი აზრით, ეს თამაშგარია მანამ სანამ ისინი საპირისპიროს არ დამიმტკიცებენო, თქვა ნევილმა და დაამატა, რომ კანადა-ბოსნია და ჰერცეგოვინას მატჩი FIFA-მ ნახევრად ავტომატური ანიმაცია გამოაქვეყნა, თუმცა ყატარის მატჩზე ეს არ გვინახავს, რაც დიქტატურას გავს და ვის უნახავენ თუ არსებობს თამაშგარი მდგომარეობის ვიდეო. FIFA-მ ცხადია გააკეთა განმარტება და თქვა, რომ ვარი საქმეში ჩაერთო, შეამოწმა მომენტი, თუმცა ანიმაცია ვერ შეიქმნა რაღაც ტექნიკური მიზეზის გამო, რაც შეიქმნა FIFA-ს. კარგი, მოდი ცოტა უფრო გეოპოლიტიკურ სპორტულ ამბავზე გადავიდეთ. ირანის ნაკრები დიდ ამბებშია, ჯერ მექსიკიდან რომ დადის თამაშებზე ამერიკაში, ეგ ვთქვა და მე ისიც ვახსენოთ რა ხდებოდა ირანისა და ახალი ზელანდიის მატჩზე. ეს მატჩი ფრედ დასრულდა და ირანის ნაკრების ნახევარმცველმა მოჰამედ მოჰებიმ გოლი პროვოკაციულად აღნიშნა. მართალია მოჰებიმ ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის SoFi სტადიონზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ემოციებმა ძლია და იარაღის გასრულის ჟესტი გააკეთა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილი FIFA-ს მის დაჟას თხოვს. ამის გარდა კიდევ იყო ცხადია პატარა ინციდენტები ამერიკაში. ირანელმა კომაგებმა FIFA-ს აკრძალო დაარღვიეს და სტადიონზე ირანის რევოლუციამდელი დროშა გამოფინეს. თამაშის დაწყებამდე სტადიონის გარეთ ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა და ირანის მთავრობა გაავროტესდა. რევოლუციამდელი დროშები კომაგებმა სტადიონზე შეიტანეს. მსოფლიო ჩემპიონატის დაცვის თანამშრომლებმა ირანელების ერთ ჯგუფს თხოვა მაისურები, რომელზეც ეს დროშები გაეხადათ, ან მინიმუმ მაისურები შემოებრუნებინათ. ამ ზომების მიუხედავად, რევოლუციამდელი დროშა ტრიბუნაზე მაინც ბევრი იყო და ზოგიერთმა ირანელმა კომაგმა ეროვნული ჰიმნის შესრულებისას მოედანს ზურგი შეაქცია, ზოგი კი უფრო რადიკალურად მოიქცა და ჰიმნს დასცინა. სხვა ამბები ხდებოდა ახალი ზელანდიის დედაქალაქში, სადაც ახლა ცივი ზამთარია და იმ ზამთარში შუადღეს ათობით ადამიანი, როგორც ზელანდიელი, ისე იქაური ირანელი, ერთად კომოგობდნენ სპორტბარში თავიანთ გუნდებს. კარგი, ახლა გადავიდეთ სკანდალებზე. ავსტრალიელმა არბიტრმა ისეთი რამ გააკეთა, მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს. საჯმა შონ ევანსმა გერმანია კურასაოს მატჩის წინ კამერის წინ თავდაყირად დახატა ოკეი სიმბოლო. აღმოჩნდა, რომ ეს ნიშანი გამოიყენება ერთ უწყინარ თამაში, მაგრამ ამავდროულად სიძულვილის სიმბოლოდ არის ცნობილი, რადგან ულტრამემარჯვენე ჯგუფები მას თურმე თეთრკანიანთა ძალის სიმბოლოდ იყენებენო. თუმცა FIFA-მ განაცხადა, რომ ვარის ოფიციალური პირის მიერ სადისციპლინო კოდექსის დარღვევის ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა. თავად ევანსის თქმით, ეს ჟესტი განზახარ გაუკეთებია, თქვა, რომ ეს უნებლიე ქვეცნობიერი კურინჩხვა იყო და მოძრაობა ბევრჯერ იმიტომ გაიმეორა, რომ თითებს შორის კალამი ეჭირა. კარგი, ახლა მოდი ისევ ლოს-ანჯელესში SoFi სტადიონზე დავბრუნდეთ და სახალისო ამბავი მოვყვეთ. ამერიკასა და პარაგვაის მატჩის დამატებითი დროის მე-7 წუთზე ერთმა კომაგმა გადაწყვიტა მოედანზე შევარდნილიყო, თუმცა მისი მცდელობა უხერხულად დასრულდა. შავებში ჩაცმული ამერიკელი კაცი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთის რეპლიკით ტრიბუნასთან ახლოს მდებარე მინის ბარიერზე გადაზვრა
თუმცა სტადიონის დაცვის სამშენებლობის ჯგუფს ხელში ჩაუვარდა, რომლებიც როგორც ჩანს მას ელოდებოდნენ და როგორც კი ის მოედანზე გადახდა, ბიჭებმა ის მაშინვე დაიჭირეს და ეს ქმედება ყველა დროის ყველაზე უარეს შეჭრად შეფასდა სტადიონზე. თავად ამერიკამ კი ის მატჩი დამაჯერებლად მოიგო. კარგი, ახლა დაუბრუნდეთ ამერიკის სავიზო პოლიტიკას და ვახსენოთ ურუგვაის ნაკრების შასვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამას ინტერნეტში დიდი დისკუსია გამოიწვია, რადგან ინტერნეტი ვირუსულად მოიცვა ვიდეომ, სადაც ჩანს თუ როგორ ელოდებიან ურუგვაელი ფეხბურთელები უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შემოწმებას. განსაკუთრებით საინტერესო იყო მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის მანუელ უგარტეს რეაქცია. ვიდეოში ჩანს ურუგვაის ნაკრები ტროტუარზე დაწყობილი ჩემოდნებით დაცვის თანამშრომლები ბარგს ათვალიერებენ, შემოწმების პროცესის ფარგლებში კი მეძებარი ძაღლები ჩანთებს ამოწმებენ. მოთამაშეთა უმეტესობა მშვიდად ელოდება, თუმცა ბევრმა კომაგმა დუარტეს გამომეტყველება გაღიზიანებულად ან დაღლილად აღიქვა. ინტერნეტ მოხმარებლები წერდნენ, რომ ურუგვაი შეერთებულ შტატებში მსოფლიო ჩემპიონატისთვის შავიდა, მას კი მეძებარი ძაღლები და უსაფრთხოების ძალები დაახვედრეს. პოლიციელები ვახსენეთ და მოდი ახლა კიდევ უფრო უცნაური ამბავი მოვყვეთ. პერუს პოლიციამ მსოფლიო ჩემპიონატი სხვა დონეზე აიყვანა და ლიმაში უცნაური ნარკორეიდი მოაწყო. პოლიციელები FIFA-ს 2026 წლის ოფიციალური მასკოტების ფორმაში ისხდნენ და პერუს პოლიციის ოფიციალურ TikTok ანგარიშზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ შევარდნენ არწივისა და ლოსის კოსტიუმებში გამოწყობილი ერთ-ერთ ბინაში და შემდეგ თეთრ მაისურში გამოწყობილი პერუელი მამაკაცი დააკავეს. კადრებში ასევე ჩანს თუ როგორ ამოიღეს პერუელმა ოფიცრებმა თეთრი ფხვნილის პაკეტები და იარაღი. კარგი, დაუბრუნდეთ ფეხბურთს და სიგიჟებს. მოდი ახლა რეკორდებზე ვთქვათ. აქ გერმანია უნდა გამოვარჩიოთ და ლიონელ მესი. გერმანია იმიტომ რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან კარგად დაიწყო და კიურასაო 7-1 დაამარცხა. განსაკუთრებით შტამბეშტავი იყო ჯამალ მუსიალა, 23 წლის ფეხბურთელმა თავისი ბრწყინვალე თამაშით ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი რეკორდი მოხსნა. რის შედეგადაც მიუნხენის ბაიერნი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტან საფეხბურთო გუნდად იქცა. ანუ მსოფლიოში რეკორდსმენი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, სწორედ მიუნხენის ბაიერნია. მისმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 80 გოლი გაიტანეს, შემდეგ მოდის რეალ მადრიდის 79 გოლით. ეს მატჩი სხვა რამითაც იყო გამორჩეული. მატჩის შემდეგ ყველაზე განხილვადი მომენტი სარეკორდო ანგარიში კი არა, ფეხბურთელების აქციელი გახდა. მატჩის საბოლოო სასვენის შემდეგ კიურასაოს მოთამაშეები მოედინის ცენტრში შეიკრიბნენ და ლოცვა დაიწყეს. მათ გერმანელი ფეხბურთელებიც იონათან ტაა და ფელიქს მეჩას შეუერთდნენ. ზოგადად მეჩა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ხმამაღლა საუბრობს თავის ქრისტიანულ რწმენაზე. როდესაც კითხეს, თუ რატომ შეუერთდნენ ის და ტაა კურასაოს ფეხბურთელებს თამაშის შემდეგ, მეჩამ განმარტა: თამაში ჩვენ მეტოქეები ვართ, მაგრამ თამაშის შემდეგ ყველანი ქრისტიანები ვართ და ყველანი ძმები ვართ. ანუ ფელიქს მეჩამ განმარტა, რომ მატჩის დროს მეტოქეები იყვნენ, მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ მათ საერთო რწმენა აერთიანებდა და მათ ერთად ილოცეს. ამ კადრებმა სოციალური ქსელები მოიარა და ბევრმა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ეპიზოდადაც შეაფასა. ცხადია უნდა ვახსენოთ ლიონელ მესი, რომელმაც ალჟირთან მატჩში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ის მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი 16 გოლით. და თქვენ კითხავთ კომენტარებში, აქვს თუ რა მას რეალური შანსი გადაასწროს მიროსლავ კლოზეს და გახდეს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. კარგი, სკანდალები და პოლიტიკა საკმარისია. მოდი ახლა იმ ხალხზე ვისაუბროთ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის ნამდვილ ატმოსფეროს ქმნიან. ზოგჯერ ფეხბურთელები ვერ ახერხებენ ტურნირის მთავარ გმირებად ქცევას და ამ როლს კომაგები ირგებენ. ზუსტად ასე მოხდა შოტლანდიელების შემთხვევაში, ისინი ამერიკაში უბრალოდ ფეხბურთის საყურებლად არ ჩასულან. როგორც ჩანს, გადაწყვეტეს მთელი ქალაქი შოტლანდიურ ფესტივალად ექციათ და შოტლანდიელმა კომაგებმა ბოსტონი ფაქტობრივად დაიპყრეს. თუ მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ხმაურიანი კომაგების გამოვლენა მოგიწევს, პირველ ადგილზე რა თქმა უნდა შოტლანდიელები იქნებიან და მეორეზე ალბათ ნორვეგიელები. და ორივენი ბოსტონში არიან. ბოსტონში ჩასვლის შემდეგ ათასობით შოტლანდიელმა კომაგმა ქალაქის ბარები, ქუჩები და ტურისტული ადგილები დაიპყრო. ქუჩებში მსროლლებებს აწყობენ, გუდასტურზე უკრავენ, საფეხბურთო სიმღერებს მღერიან და ქალაქში ნამდვილ საფეხბურთო კარნავალს აწყობენ. ზოგიერთმა კომაგმა ბოსტონის ცნობილი კოპ სლაიდიც კი აღმოაჩინა და იქიდან გუდასტურის თანხლები დაეშვა. გამარჯვების შემდეგ დაახლოებით 5000-მა შოტლანდიელმა ფენვეი პარკამდე მსვლელობაც მოაწყო. ამის გარდა ისინი ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაერთვნენ და მთელი ბოსტონი დაიპყრეს. ამას წინათ ნახე ვიდეო, სადაც ასახული იყო შოტლანდიელი ფანები ადგილობრივ სტადიონზე, ოღონდ არა ფეხბურთის, არამედ ბეისბოლის სტადიონზე ჩემპიონატის მატჩს ესწრებოდნენ და იქაურ გუნდს კომაგობდნენ.
თან ქომაგობდნენ ისე როგორც იციან სიმღერები და შეძახილებით და ამან ცხადია გააკვირვა ბეისბოლის მოთამაშეები და ცხადია ამერიკელი მაყურებელიც. იქვე ბოსტონში არიან ნორვეგიელი ქომაგები, რომლებიც ასევე სიგიჟეებს აკეთებენ, მაგალითად ნახე ვიდეო, სადაც ნორვეგიელი ქომაგები სხედან ესკალატორზე და ვიკინგური ნავის იმიტაციას აკეთებენ, რაც გახდა მათი დამახასიათებელი საქომაგო კულტურა. ასეთი იყო მსოფლიო ჩემპიონატის კულისები ამ დროისთვის. როგორც ხედავთ, მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ფეხბურთი არ არის. ეს არის სკანდალები, უცნაური ისტორიები, ვირუსული მომენტები, პოლიტიკა, სახალისო ისტორიები და ზოგჯერ ისეთი ამბებიც, რომლებიც თავად მატჩებზე ნაკლებად საინტერესო სულაც არ არის. მე მაინტერესებს დღევანდელი ეპიზოდიდან რომელი ისტორია მოგიწონა ყველაზე მეტად. ვარის სკანდალი, ირანის გარშემო განვითარებული მოვლენები, პერუს პოლიციელების უცნაური სპეცოპერაცია, გერმანელებისა და კიურასაოელების ერთობლივი ლოცვა თუ შოტლანდიელი და ნორვეგიელი ქომაგების მიერ ბოსტონის დაპყრობა. დაწერე კომენტარებში შენი ფავორიტი ისტორია. დააჭირე ამ ვიდეოს მოწონების ღილაკს, გამოიწერე არხი და არ გამოგჩეს მსოფლიო ჩემპიონატის დღიურის მომდევნო ეპიზოდი. დიდი მადლობა.